გამარჯობა, დღეს ექიმის ქრონიკების სტუმარია თემურ მიქელაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. მოგესალმებით ბატონო თემურ, დღეს მინდა ვისაუბრო ალერგიებზე. ვინაიდან სტატისტიკურად სულ იზრდება ალერგიული რეაქციები, თუმცა ზოგიერთ ბავშვში ვითარდება, ზოგიერთში არა. რა არის ამის გამომწვევი? შეიძლება თუ არა, რომ მუდმივი, ხანგრძლივი ალერგენებთან კონტაქტით განვითარდეს ალერგია და როგორი ტიპის ალერგიები ხდება? მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ალერგიული დაავადებებმა ზოგადად მოიმატა, რაც განპირობებულია ურბანიზაციით, ინდუსტრიალიზაციით, საყოფაცხოვრებო ალერგენების მატებით, კვებითი ალერგენების მატებით და შესაბამისად ყველა ბავშვთან არ ვითარდება, ეს განპირობებულია სხვადასხვა გენეტიკური პირადობებული რეაქციებით, ან უშუალოდ რა ტიპის ალერგია გაგვვითარდება. ყოველდღიურად ვნახავთ, რომ ბავშვად თუ იყო 4 დიდი ალერგენი, შეიცვალა 9 ალერგენით და ასე შემდეგ. კვებითი ალერგიაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, იმატებს საბედნიეროდ ყველასთან არ განვითარდება, ჩვენ თავარია დროულად მოვახდინოთ ამ ალერგენების აღმოჩენა, მოვახდინოთ კონკრეტულ შემთხვევაში რეფერალი ალერგოლოგთან, ან ჩვენ თვითონ მართოთ ოჯახის ექიმებმა, პედიატრებმა და შესაბამისად მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ბავშვებთან ატოპური მასშის განვითარება, როგორც არის ბავშვად ბრონქული ასთმა, როგორც არის სხვადასხვა დერმატოზები, ალერგოზები, რესპირაციული ალერგოზი და ასე შემდეგ. ანუ თავარი მისი დროული დიაგნოსტირება, დროული რეფერალი, რომ მაქსიმალურად შევსუბუქოთ მათ ცხოვრება, რამე თუ როგორც მოგესალმებათ, ალერგიული დაავადების კურნალობა არ არსებობს. ალერგიულ დაავადებებს სჭირდება ხანგრძლივი პროფილაქტიკა. ვინაიდან ვახსენეთ დიაგნოსტიკა, გვაქვს თუ არა რომელიმე ლაბორატორიული კვლევა, ან სხვა რამე ტიპის კვლევები, რომელიც კვადრებს შესაძლებელია თქვათ, რომ წინასწარი განწყობა ბავშვებში განსაზღვროთ არის თუ არა ალერგიის მიმართ წინასწარი განწყობა. რა თქმა უნდა, შეგვიძლია განსაზღვროთ, უბრალოდ აქ უნდა გამოვყოთ რა ტიპის ალერგია კლინიკურად გამოვლენილი, სხვადასხვა პანელები გვაქვს, როგორც რესპირაციული პანელი, როგორც დაუშვათ კვებითი პანელი, შერეული პანელები და აქედან გამომდინარე, უბრალოდ თავარია დროულად და სწორ დროს გაკეთდეს დიაგნოსტირება და არა ისე, რომ დაახლოებით 1 თვის ასაკთან, 2 თვის ასაკის ბავშვი ჩაუტარდეს სხვადასხვა ძირითადი ალერგენი, ადრეული ასაკის ბავშვებისა და 6 თვემდე ალერგიისა, როგორც მოგესალმებით, ეს არის კვებითი ალერგია, ძირითადად განპირობებულია ძროხისძის ცილის ან კაზეინის აუტანლობით, თუმცა მისი დიაგნოსტიკის კრიტერიუმი როგორც წესი არ არსებობს. მაღალი თუ არ არის მაღალი იმუნოგლობულინი I და შესაბამისად სპეციფიური იმუნოგლობულინის მატება არ არის, შესაბამისად ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვერც დავადგინოთ ალერგია გვაქვს თუ არა, იმიტომ რომ როგორც წესი კვებითი ალერგია და განსაკუთრებით ძროხის ცილის ალერგია განპირობებულია იმუნოგლობულინ M და G კლასის ალერგენებით, რაც თუ კლინიკურად არ გვაქვს გამოვლენილი, ისეთი როგორც არის დაუშვათ ატოპური დერმატიტი, როგორც არის სისხლიანი განავალი, ან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძირითადად M და G კლასის ანტისხეულებით მიმდინარეა, ხოლო თუ გვაქვს ისეთი ძლიერი გამოვლენები, როგორც არის შეშუპება, როგორც არის ურტიკარია, სენსიბილიზაციის შედეგად ძლიერი ტიპის ალერგიული რეაქციები, ანუ პირველი კლასის იმუნოგლობულინ I კლასის ალერგიით განპირობებული ალერგიული რეაქციები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ მის დიაგნოსტირებას დროულად და სწორად მოვახდინოთ. ხშირად გვაქვს შეკითხვა, რითი განსხვავდება კვებითი ალერგია კვებით აუტანლობისგან. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვადასხვა ცნება აქვს, ამიტომ შესაბამისად ამის კვლევებიც თალკე არსებობს, კვებითი აუტანლობის, ანუ ინტოლერანტობის კვლევა, აი მაგალითად ჩვენ ლაბორატორიაში ხდება. ცელიაკის განსაზღვრა ეს არის ეგრეთ წოდებული გლუტენენტეროპათია, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცილის ქვილის პურის ცილის აუტანობა, გლუტენის აუტანობა და შესაბამისად მისი დიაგნოსტირება აბსოლუტურად სხვა არის ალერგია განპირობებული. ამიტომ ალერგია ძირითადად განპირობებულია როგორც მოგახსენეთ და სწრაფი დაყოვნებითი ტიპის რეაქცია იმუნოგლობულინ I კლასის, აუტანობა არის აბსოლუტურად სხვა რეაქცია. თუმცა როგორც ალერგიის შემთხვევაში, ისე აუტანობის შემთხვევაში ჩვენ ვახდენთ კონკრეტული საკვები პროდუქტის ელიმინაციას. ელიმინაცია, ანუ ამოღება დიეტიდან და შესაბამისად ეს არ თუ ისე მარტივია, ჩვენ მშობლებს ურჩევთ, იმიტომ რომ რამოდენიმე კონკრეტულ საკვებ ნივთიერებაზე შეიძლება ქონდეს ალერგია ან აუტანობა, ორივე შემთხვევაში აუცილებელია დროული ელიმინაცია საკვებ პროდუქტის. და მთავარია მისი დროული დიაგნოსტირება. ხშირად გვეკითხებიან, რომ ბავშვი არის ალერგიული და შესაძლებელია თუ არა ვაქცინაციის ჩატარება და თუ შეიძლება, მანამდე გვჭირდება თუ არა რომელიმე ლაბორატორიული ან სხვა რამე ტიპის კვლევის ჩატარება. რა თქმა უნდა, არის კონკრეტული გულკუჩვენება ალერგიის შემთხვევაში, აი მაგალითად ძროხის ცილის აუტანლობა, იმ შემთხვევაში კონკრეტული ვაქცინა, ანუ MMR, რომელიც თუ ბავშვს აღანიშნება მაღალი ტიპის რეაქცია დაუშვათ რძეზე, 6 კლასი, 5 კლასი და შესაბამისად ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის უკუნა ჩვენების სხვა შემთხვევაში ეს არის
ერთეული შემთხვევები აი წარმოვიდგინეთ, რომ 1 მილიონიდან შეიძლება ერთ ადამიანთან იყოს ასეთი რეაქცია, სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა ვაქცინაცია საერთოდ არ არის კავშირში ალერგიასთან, რამე თუ ყველა ვაქცინა იმდენად არის ტექნოლოგიურად დასუფთავებული, რომ კონკრეტულ ვაქცინას არ შეუძლია რაიმე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, რამე თუ როგორც მოგხსენებათ, ვაქცინები ძირითადად მზადდება კვერცხისცილაზე, მზადდება ძროხის ზრდის ცილაზე და აქედან გამომდინარე იშვიათად არის ესეთი ალერგიული რეაქციები, თუმცა ეს ალერგიული რეაქციები თუ განვითარდა მართვადია. ამიტომ უკუჩვენება ალერგიის შემთხვევაში არ არსებობს, ან კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მოვახდინოთ მისი დიაგნოსტირება, ზოგ შემთხვევაში გადავავადოთ, ზოგ შემთხვევაში მოვახდინოთ დესენსიბილიზაცია და ამ დესენსიბილიზაციის ფონზე აუცილებელია ვაქცინაცია. და რაც ყველაზე უფრო მეტად აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა თავის დაღწევა ალერგიისგან, ანუ ბოლომდე განკურნება. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს უკვე ალერგოლოგების პრეროგატივაა, ჩვენ გუშუალოდ ამ პაციენტებს ვამისამართებთ მათთან და სპეციალური იმუნოთერაპიით, ოღონდ აქაც ლაბორატორიულად სწორად უნდა მოხდეს მისი დიაგნოსტირება, თუ რა ტიპის ალერგია გვაქვს და სპეციფიური იმუნოთერაპიით, ეს არის ეგრეთ წოდებული კანქვეშა ინექციები, სუბლინგვალური მედიკამენტები თუ ასე შემდეგ, მოლეკულური დიაგნოსტიკური კვლევების შედეგად მისი განკურნება შესაძლებელია. ან შეიძლება იყოს რემისია, ხანგრძლივი რემისიის შემთხვევაში პრაქტიკულად არანაირი ალერგიული რეაქცია ამ კონკრეტულ პაციენტს შეიძლება არ გამოუვინდეს, აქაც მთავარია გამოითვალისწინოთ ასაკი, დროულად მოხდეს მისი დიაგნოსტირება და ალერგიამ რა თქმა უნდა არ უნდა შეგვაშინოს, რამე თუ ყველა პაციენტს უწევს ალერგიასთან ერთად ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თემურ. შეგახსენებ ჩვენი სტუმარი იყო თემურ მიქელაძე. დამატებით კითხვების შემთხვევაში მოგწერეთ კომენტარებში.